არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. საკონშიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, დადგა პარასკევი, დღეს ჩვენი შეხვედრის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, რამეთო ამ დღეს სწორედ 7 საათზე გადის გადაცემა X-კოდი. ცოტა მოულოდნელი ფონით იწყება ჩვენი გადაცემა და დღეს გადავწყვიტეთ, რომ რაღაცნაირად პირდაპირ თავიდანვე უკვე გავახმოვანოთ ჩვენი თემა, გავახმოვანოთ თემა არა მხოლოდ იმ პირდაპირ ვერბალურად, არამედ მუსიკალურადაც. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ფაქტობრივად ჩვენ განვაგრძობთ უკვე დაწყებულ ერთგვარ ხაზს ჩვენი გადაცემისას, საუბარს საიდუმლო ორდენებზე. ჩვენ მეტნაკლებად ვისაუბრებთ ტამპლიერებზე, თუმცა ეს იმდენად ამოუწურავი თემა და იმდენი საკითხია ტამპლიერების ირგვლივ ჯერ კიდევ საიდუმლოებით მოცული, რომ შეიძლება ბევრი რამ კიდევ დაგჩეს ჩვენ ტამპლიერებზე სასწავლო და კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მათ. თუმცა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აბსოლუტურად სხვა ორდენზე, რომლის ხსენება მუდმივად შოკში აგდებდა ადამიანებს იმ შუა საუკუნეებში, როდესაც პრინციპში შოკის მოგვრა უკვე არ იყო გასაკვირი ამბავი, რამეთო სიკვდილიანობა, ეპიდემია, სხვადასხვა ზოგადად სიკვდილიანობის უდიდესი მაჩვენებელი იყო. მაშინ ადამიანი 30 წლამდე ძლივს აღწევდა და ბუნებრივია მაშინ გასაკვირი არაფერი არ იყო, თუმცა იყო ერთ-ერთი სიტყვა, ეს იყო ასასინი, რომელიც შოკში აგდებდა ნებისმიერ ადამიანს, რამეთო ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ შენ გაქვს უკვე გამოწერილი რაღაცა გარკვეული იარა, გარკვეული რაღაცა ნიშანი, რომელსაც ჩვენ ვერ გაიქცევი. თუ შენ ამ ორდენის წევრებმა ამოგიღეს სამიზნეში, შენ ვერანაირად ვერ დაემალები მას. ვერანაირი ციხე კოშკი, ვერანაირი გვირაბი, ვერანაირი საიდუმლო თავშესაფარი შენ ვერ გიხსნი და იმ ხელისგან, რასაც და იმ შურის ძიებისაგან, რასაც ასასინი ერქვა და მართლაც დღეს ჩვენ მათზე ვისაუბრებთ, თუმცა ვისაუბრებთ იმასაც გეტყვით თავიდანვე, რომ ზოგადად ასასინი ევროპაში ასოცირდება მკვლელთან, მკვლელობასთან, სხვადასხვა ბევრ თქვენთაგანს აქვთ კიდევ კომპიუტერში ეს თამაში ჩატვირთული, ჩემი მეგობრები და ჩემი მეგობრიშვილები ძალიან ერთობიან ხოლმე ამ თამაშით. ასასინი, თუმცა დღეს ჩვენ მათ განვიხილავთ რეალურად. ნამდვილად არსებობს ეს მხოლოდ ლეგენდაში, მითებში, არის ეს მხოლოდ სხვადასხვა ხალხის ლეგენდის ფანტაზია, თუ რეალურად არსებობდა ეს ორგანიზაცია. და სანამ ჩვენ დავიწყებდით მასზე საუბარს, მინდა აქვე გითხრათ, გარდა იმისა, რომ თქვენ თუ არ გაქვთ საშუალება მოსმენთ გადაცემა პირდაპირ ეთერში, შევძანდეთ Facebook-ზე, დაუმეგობრდეთ მას და ნახოთ უკვე ეთერში გასული ჩანაწერი. გარდა იმისა, თქვენ შეგიძლიათ მსვლელობის გადაცემის მსვლელობისას გამოგვიგზავნოთ თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინება გადაცემასთან დაკავშირებით, ან ზოგადად გნებავთ თემასთან დაკავშირებით, გნებავთ დღის მანძილზე რადიოემეთში მოსმენილი საკითხი, ამ გარკვეული კითხვები თუ გაგიჩნდათ, შეგიძლიათ გამოგზავნოთ SMS-ი, ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 9778. ამ გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს და აქვე შეგახსენებთ, რომ ამ SMS-ით, ამ მშვენიერი სერვისით რადიოემეთს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co, რომლის ვებგვერდია www.sms.co.eg და ტელეფონი 2194014. ახლა კი კვლავ დაუბრუნდეთ ჩვენს თემას, სხვადასხვა ახლა ფონად ჟღერს მელოდია, რომელიც ზემოთ ხსენებულ თამაშს აქვს ხოლმე, თან დაყოლილი ეს ერთგვარი ვიდეო და აუდიო დატვირთვა აქვს ხოლმე ამ თამაშს, როდესაც შევძანდები და თამაშობ, თუმცა დღეს ჩვენ სათამაშო თემაზე არ ვლაპარაკობთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მუდმივად, როდესაც ჩვენ ამ თუ იმ თემას ვიხილავთ ჩვენს გადაცემაში, არის ერთგვარი შექმნილი გარკვეული სტერეოტიპი. სტერეოტიპი არის შექმნილი ასასინების ირგვლივაც, ამიტომ ჩვენ დღეს შევსწრებით არათუ დავარღვიოთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გადაცემაში ვარღვიოთ ხოლმე გარკვეულ სტერეოტიპებს, რამე თუ რეალობა ერთია სინამდვილე და აბსოლუტურად სხვა არის ის შელამაზებული ან გაყალბებული სიმართლე, გაყალბებული ინფორმაცია, რომელიც უფრო ხშირად არის ხოლმე გავრცელებული. შეიძლება ითქვას ასასინებზე რა? პირველ რიგში ის, რომ ეს იყო თავისი სიძლიერით, მოქმედების მასშტაბით, ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცსამსახური, რომელსაც ჰქონდა მკაფიოდ, კონკრეტულად ჩამოყალიბებული პოლიტიკური და იდეოლოგიური პლატფორმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მისტიურ ერთგვარ გარს ატარებდა, დამოფარებული იყო რაღაც მისტიკასა და რელიგიას და ფაქტობრივად ეს იყო
იყო ეგრეთ წოდებული პირველი რაინდული ორდენი, რომელიც გაცილებით ადრე არა, გარკვეული შეიძლება ითქვას 20 წლით ადრეც შეიქმნა ტამპლიერებზე და სხვა ეს ევროპულ ორდენებზე. თუმცა ბევრი მსმენელი ალბათ მომედოვებენ, რომ იყვნენ სხვა უფრო ძლიერი ორდენები და მე გეთანხმები, თუმცა კაცრად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორდენი შეიძლება ითქვას იყვნენ სწორედ ასასინები და მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდა, რაღაცა ლამაზი ისტორია, ესეთ შურიც მაძიებელ მკვლელებზე, რომელსაც ვერანაირად არსაიდან ჩდებოდა და არსაით უჩინარდებოდა, არამედ ეს ნამდვილად რეალური ორგანიზაცია და სწორედ მათზე საუბრობ. თავ სტრუქტურა ასასინებისა, მისი სუბორდინაცია, გნებავთ აგენტურული ქსელი, წვრთნის ხელოვნება, კონსპირაცია, იგივე ასკეტიზმი, მორჩილება, აქვე სახელიც მინდა სახელზე ჩვენ რა თქმა უნდა სახელის თემა შევეხებით, მოგვიანებით როცა გავხსნით თლიანად ამ ორგანიზაციის სტრუქტურას, მაგრამ თავშივე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად ასასინები, ჰაშაშინები, სხვა შორის ეს ფრანგულ ნორმანდიული ტერმინი შემოვიდა ევროპაში, იგივდებოდა ჰაშიშის მომხმარებელთან, ანუ რატომ ამას მე მოკლედ მოგახსენებთ მოგვიანებით და აქვე მინდა რომ ეს სრული არ არის სწორი. ჰაშაშინი სიტყვით არაბულად რა თქმა უნდა ჰაშიში და ჰაშაშინი შეიძლება თავის მით უმეტეს რომ მათ ქონდათ გარკვეული მისწრაფება და ადაპტების მოსაზიდად აი ამ ორგანიზაციის ლიდერები რა თქმა უნდა ამ ნარკოტიკულ საშუალებასაც იყენებდნენ, თუმცა მინდა გითხრათ რომ ასასინი ამ შემთხვევაში ნიშნავს ბალახის მჭამელს, ანუ ასკეტს, რომელსაც არ ქონდა არანაირი სიმდიდრე, ფაქტობრივად ანალოგიური ტამპლიერებთან ანალოგის გავლება შეგვიძლიათ, არანაირი სიმდიდრის მფლობელების ინარკნენ, მათი მთავარი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ მათი მეტაურის ბრძანების შესრულება და იმ დავალების შესრულება, რისთვისაც ისინი გაჩნდნენ, ფაქტობრივად სამურაებისა და კამიკაძეების ეს რაინდული თემა ყოველთვის თითქმის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ იქნება ამერიკა, იქნება ეს აზია თუ ევროპა, ყველგან მსგავსი ტიპის ორგანიზაციებში ერთია მთავარია კონკრეტული დავალების შესრულება, რაღაც ფანატიკური ერთგულება და ამიტომაც მინდა გითხრათ, რომ აქ ჰაშაშინი აქ სიტყვა უფრო ასოცირდება ამ ასკეტიზმთან, ამ ბალახის ჭამას, რა თქმა უნდა, ეს ასკეტიზმის ერთგვარი გამოხატულება, ანუ მათთვის უცხო იყო რაღაცა ზედმეტი სიამოვნება, თუმცა მოდით ნელ-ნელა მიყვეთ, დავიწყოთ თავიდან, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, მას შემდეგ რაც ყველაფერი კი დაიწყო, მას შემდეგ რაც ისლამური სამყაროს ლეგენდარული წინასწარმეტყველი მუჰამედი გარდაიცვალა და აი ეს ისლამური ქვეყნები, რომლის მიმდევრები სწორედ აი ამ ქვეყნებში მრავლად იყვნენ, ამ ისლამური სამყარო გაიყო ორად, სუნიტება და შიიტება. ახლა ჩვენ არ დავიწყებთ კონკრეტულად მაზე საუბრს, იმდენად რამდენადაც ჩვენ გვჭირდება სწორედ მხოლოდ იმ კუთხით განვიხილოთ აი ამ დანაწევრებას ამ რელიგიისა და ფაქტობრივად ძალაუფლება სუნიტების ხელში აღმოჩნდა. შიიტები კი ფაქტობრივად კანონგარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა იმისთვის რომ ჩვენი თემა უფრო გაიხსნას და მიხვდეთ საიდუმლო ორდენის, ასასინთა საიდუმლო ორდენის საიდუმლოს, მოდით ცოტა გავერკვეთ სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირებაში. მუჰამედის ეს საინტერესოა და ამიტომ ვამბობ, მუჰამედის სიკვდილის შემდეგ დადგა საკითხი, ვინ იქნება მუსლიმთა მძლავრი და მოცულობითი საკრებულოს ისლამური უმას ხელმძღვანელი და მუსლიმთა ერთ-ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ძალაუფლება უნდა გადაეცეს მუჰამედის პირდაპირ შთამომავალს, ანუ მის ბიძაშვილს ალი იბნ აბუ თალიბს, რომელსაც სულად ყავდა მუჰამედის საყვარელი ქალიშვილი ფატიმა. ამ იდეის მიმდევრებს დაერქვათ შიატ ალი, ანუ ალის მომხრეები, თუმცა შიიტები მუდმივად დევნას განიცდიდნენ სუნიტებისგან და ეს დევნა არ გამოიხატებოდა არა მხოლოდ ასეთი იდეოლოგიურ დევნა, არამედ ფიზიკურადაც დევნდნენ და ჟიდნენ კიდეც მათ და ფაქტობრივად აი ამ სუნიტებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური სადავები ხელთ, ხოლო ისინი ვისაც შიიტებს, ვინც თავისთავად შიიტებს უწოდებდა, ისინი რა თქმა უნდა ეხლა ცოტა ჩრდილში მოექცნენ. ყოველთვის არა თუ აი თავის აღიარება ამ მიმდევრებად ყოველთვის ისჯებოდა და ძალიან საშიში იყო, ამიტომ შიიტები მუდმივად მალავდნენ თავის სოფხედულობას. იმამატის მომხრეები იყვნენ ისინი და მათ სამდათ და ეხლა შიიტებს სამ რომ დედამიწას მოევლინება ერთ-ერთი იმამი და მსოფლიო მართლობა იქნება ერთიანი და იქნება იმამი და ასე შემდეგ. ახლა აღარ შევყვებით აი ამ სიღრმისეულად ამას,
არსებობას იმდენად რამდენად ჩვენ უბრალოდ გვინდა რაღაცნაირად აი ამ ჩვენს მიერ დასახელებული თემის შინაარსის საფუძველს ჩავწვდეთ და აი ამ შიტურ მიმდინარეობსაც სხვადასხვა განშტოებები ქონდა, ანუ იყვნენ მეხუთე იმამის აღდგომის მომხრეები, ძალიან უამრავი შეიძლება ითქვას პატარ-პატარა ესეთი განხეთქილებას არსებობდა შიტებში და სწორედ აი ამ განხეთქილების ერთ-ერთი მაგალითი გახდათ მერვე საუკუნეში შიტურ წრეებში წარმოიქმნა ახალი მიმდინარეობა, რომელიც ადეპტები თავის თავს ისმაიტელებს უწოდებდნენ და სწორედ ისმაიტელები გახდათ ასასინთა მთავარი იდეოლოგიური პლატფორმა, თუმცა როგორც მოგვიანებით დარწმუნდებით, რელიგიას ამ ორგანიზაციაში საბოლოო ჯამში მხოლოდ ადეპტა მოზიდვისა და ესე იგი გარკვეული დავალების შესასრულებლად მისტიური არაღად იყენებდნენ მხოლოდ და სწორედ აი მე-10 საუკუნეში ისმაიტელებმა მიუხედავად იმისა, რომ განიცდიდნენ გარკვეულ ზეწოლას ოფიციალური სუნიტების მხრიდან, მათ დაარსეს ფატიმატური ხალიფატი, მათ გავლენა ვრცელდებოდა ჩრდილოეთ აფრიკაში, პალესტინაში, სირიაში, ლიბანში, იემენზე, ნაწილობრივ სიცილიის გარკვეულ რეგიონებშიც და ასევე მექასა და მედინაზე. თუმცა სხვა ისლამურ სამყაროში მათ ერეტიკოსებად აღიქვამდნენ, როგორც გითხარით და შესაბამისად სასტიკად დევნიდნენ და თუ კი ისე აღმოჩნდებოდა, რომ ადამიანი არის ისმაიტელი, ეს სუნიტი ბრძანებლები და ხალიფები მათ საჯაროდ სიკვდილით ჯიდნენ. ეხლა მანიშნებია, რომ საინფორმაციო გამოშვების დრო არის რადიო იმედში, მოდით მოვისმინოთ მოკლე საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ კი კვლავ დავბრუნდეთ ასასინებზე საუბრით. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ საღამოშიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ უსმენთ გადაცემა X კოდს, რადგან ყოველ პარასკევს გადის ის რადიო მენდის პირდაპირ ეთერში და ჩვენი სასაუბრო თემა გახლავთ ასასინების, სხვადასხვა ასეთი თამაშიც არსებობს და სწორედ ამ თამაშის საუნდტრეკს და მის აუდიო ვერსიას ეხლა ისმენთ ფონად ჩვენ გვაქვს, თუმცა გეტყვით, რომ ეს თამაში არ არის მხოლოდ ლეგენდა და ყოველას ბუნებრივი ასოციაცია ასასინებზე, როდესაც ვლაპარაკობ მკვლელთან და მკვლელობასთან აქვს და ასეც პრინციპში ასეც არის, რამე თუ ევროპაში დამკვიდრდა ეს და ასასინი ფაქტობრივად ფრანგულად უკვე მეორე მისი მნიშვნელობა მკვლელს ნიშნავს პირდაპირ, თუმცა ეს ორგანიზაცია, როგორც გითხარით, თავიდანვე რეალურად არსებობდა და ბუნებრივია საინტერესო იქნება მისი გარკვეული ისტორიული და გარკვეული თუნდაც მისტიური პასაჟების ერთგვარი მიმოხილვა. გითხარით კიდეც, რომ მას ჰქონდა გარკვეული იდეოლოგიური პლატფორმა, ეს კი გახლავთ შიიტური დაჯგუფების, უბრალოდ შიიტური განშტოების ისლამისა ერთ-ერთი შტო, ისმაიტელთა შტო, ეს იყო რელიგიური პლატფორმა, იდეოლოგიური პლატფორმა და გითხარით კიდეც, რომ სუნიტებსა და შიიტებს შორის მაშინაც განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, როდესაც ეს განხეთქილება მოხდა, განსაკუთრებული დაპირისპირება იყო, დაპირისპირება იმ გაგებით, რომ სუნიტები ფაქტობრივად მოექცნენ ძირითადად ხელისუფლების სათავეში და ძირითადი ესეთი არაბული ისლამური სამყაროს მმართველობა სწორედ სუნიტი ხელისუფალთა ხელში ჩავარდა და აქედან გამომდინარე შიიტები უფრო იდევნებოდნენ, მით უმეტეს განსაკუთრებულად კი ისმაიტელები და როდესაც ისინი აღიარებდნენ თავის მრწამს, თავის კუთვნილებას ამ შტოს მიმართ, რელიგიური ისლამური განშტოების მიმართ, მათ სიკვდილის ჯიდნენ. და ამიტომაც ეს არ იყო პოპულარული და რა თქმა უნდა, თუმცა ისიც გითხარით, რომ მათ მაინც შეძლეს გარკვეული სახელმწიფო შექმნა და სწორედ გარკვეული სახელმწიფო და გარკვეული დაჯგუფება, რომელიც ისმაიტელთა იდეოლოგიას ეფუძნებოდა და სწორედ აი ამ წრეში გაჩნდა ადამიანი ჰასან იბნ საბაჰი, რომელიც ფაქტობრივად ითვლება მთლიანად ამ ასასინთა დაჯგუფების მამამთავრად და მათ ძირითად ლიდერად. ფაქტობრივად სულ რაღაც 132 წელი იარსება რომ ამ ორგანიზაციამ, თუმცა მოდით აი ამ ადამიანზე ორი სიტყვას გეტყვით. იჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მიემხრო ისმაიტელებს, მოიპოვა უდიდესი ცოდნა ფატიმიდების ხალიფატში, ქაიროში და გითხარით კიდეც, რომ ფატიმიდების ხალიფატი იყო ის ერთადერთი ერთგვარი სახელმწიფოების სტრუქტურა, სადაც ისმაიტელთა ეს რელიგიური იდეოლოგია ფაქტობრივად იყო ოფიციალურად გამოცხადებული. მოგვიანებით 1008 წელს მან შექმნა თავისი ძლიერი
ძლიერი ორგანიზაცია, გაიჩინა მიმდევრები. თავდაპირველად რა თქმა უნდა ეს იყო ერთგვარი იდეოლოგიის მომხრე ადამიანი, რომელიც თავის მრწამს იცავდა, თუმცა მოგვიანებით როგორც გითხარით, მას უკვე გარკვეული ორგანიზაციული საკითხებიც მოემატა, ანუ პოლიტიკურ ორგანიზაციად იქცა. მისმა მომხრეებმა ნელ-ნელა უკვე დაიწყეს გარკვეული ტერიტორიების მითვისება, ახლომდებარე ტერიტორიები ლიბიასა და სირიაში, მოგვიანებით შეიქმნა ეგრეთ წოდებული ისმაიტური სახელმწიფო, თეოკრატიული სახელმწიფო, პირველი თეოკრატიული სახელმწიფო ისლამის შეიძლება ითქვას და ხასან იბნ საბაჰმა შექმნა ეგრეთ წოდებული შუა საუკუნეების უტოპია და ფაქტობრივად მან ეს უტოპია აქცია რეალობად, ანუ ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა შექმნა თავისი სოციალური განშტოებებით, რომელსაც არ იცნობდა მანამდე არც სოფლიოს არც ერთი ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ მან ის კანონები გამოსცა და ფაქტობრივად ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ფაქტობრივად ეს იყო ერთგვარი კომუნა, ანუ სოციალისტური რესპუბლიკა, არ გაგიღიმოთ ნამდვილად სოციალისტური რესპუბლიკა, სადაც ქვეყანა, სადაც არ იყო გადასახადი, სადაც არ იყო მდიდარი და ღარიბი და თვითონ ეს ხასან იბნ საბაჰი იძლეოდა ამის მაგალითს, რამე თუ მას არ ქონდა რაღაც სიმდიდრე, ის მუდმივად ისევე გამოიყურებოდა როგორც სხვა დანარჩენი მოქალაქეები, ისინი შრომობდნენ, რაღაცნაირად ანაწილებდნენ თავის დოვლადს, ესეც ყველაფერი გაწერილია და ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს არ არის ლეგენდა და სწორედ რაღაცნაირად კომუნა არსებობდა მხოლოდ ერთი განსხვავებით, რომ კომუნარები ზოგადად რაღაც ერთ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ და ერთმანეთის აზრს იზიარებდნენ, თუმცა საბაჰის მიერ შექმნილ კომუნაში იქ იყო ერთპიროვნული ლიდერი იყო ეს ადამიანი და მხოლოდ კანონი იქნებოდა მის მიერ და კანონი თავად ეს ადამიანი წარმოადგენდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მკაცრად იცავდა თავად ეს ადამიანი თავის კანონებს, ამბობენ რომ თავისი შვილიც კი დასაჯა სიკვდილით, რამე თუ მის მიერ დაწერილ კანონს გადაუხვია და რაღაცნაირად რომ ნახат ყველას რომ მისთვის არ არსებობს ახლობელი, არ არსებობს შორეული, ყველა ვინც იცავს კანონს, მისი ახლობელია და მისი შვილია, ну რაღაცნაირად ასეთი მიდგომა ქონდა ამ ადამიანს და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ თვითონ სიტყვა ასასინი, რომელიც ევროპაში ძირითადად ასოცირდება ჰაშიშის მომხმარებლებთან და მართლაც ესე იყო და ჩვენ მოგვიანებით ნახავთ თუ როგორ იზიდავდა ეს ადამიანი ამ ადეპტებს ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჰაშიში შეიძლება აქ შუაში იყოს, თუმცა არა სახელწოდებაში, რამე თუ ამ შემთხვევაში ასასინი ნიშნავს ბალახის მჭამელს, ანუ ერთგვარად გამოხატავს იმ ასკეტიზმს, იმ ერთგულებას იდეოლოგიის მიმართ, რომელსაც იჩენდნენ ეს ადამიანები. Ну, რა თქმა უნდა, მან აშენა ეს ციხესიმაგრე ალამუტი, რომელიც ძალიან ბევრ ლეგენდის საფუძველია, ძალიან ბევრი ლეგენდა არსებობს ამ ციხესიმაგრეს. ნახევრად ლეგენდარული ციხესიმაგრეა, თუმცა როდესაც მონღოლებმა ისინი მიწასთან გაასწორეს, მისგან თითქმის არაფერია დარჩენილი, თუმცა ისტორიულად არის, ეს არის სპარსეთში, ერაყის ტერიტორიაზეა, ვგონებ თუ არ ვცდები, თუ ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, ну ზუსტად არ ვიცი, თუმცა შეგიძლიათ შევძანდეთ შემდეგ ინტერნეტში ალამუტი აკრიფო და ამოგიგდებთ Google-ში და ნახოთ თუ რას წარმოადგენს ეს, ამაზე მე ყურადღებას ნაკლებად შევშენებთ, სათქმელი და მოსაყოლი ძალიან ბევრია და აი ამ ალამუტის ეს ფაქტობრივად იყო აუღებელი ფორპოსტი, ციხესიმაგრე, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა შიგნით ინფრასტრუქტურა, ანუ გზები, წყალი, არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ მის მაცხოვრებლებს, რამე თუ ყველა სისტემა ჰქონდათ მათ იმისთვის, რომ ეარსებათ და იმისთვის, რომ დაუშვათ განეგრძოთ რაღაც დამოუკიდებელი სხვა ქვეყნიერების და სხვა სელჩუკების იმპერია მოზლავრებული ამ პერიოდში, აი ამ იმპერიაში აი ეს ალამუტის ციხესიმაგრე ისლამიტელთა რაღაც გარკვეულ ავტონომიას წარმოადგენდა. ნუ ეს საბაჰი იჯდა ამ თავის აუღებელ ციხესიმაგრეში წერდა კანონებს და რაღაცნაირად თითქოს არაფერია, ხო, როგორ შეიძლება აი ამ პატარა რაღაცა წერტილმა, პატარა ციხესიმაგრემ, პატარა ესეთმა ავტონომიამ შეუქმნას პრობლემა არ მხოლოდ თელ აი ამ თურქულ იმპერიას, მომიდევთ აი ამ სელჩუკების იმპერიას, არამედ მთელ მსოფლიოს. და აგიხსნით რატომ, ანუ პირველი ეს ადამიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რა თქმა უნდა მას ყავდა პოლიტიკური
პოლიტიკური მტრები, ყავდა პოლიტიკური მეტოქეები, რაღაცნაირად უკვე შემოსავალიც მქონდა ამ სახელმწიფოს და ყველაფერი მოითხოვდა სიძლიერეს, მოითხოვდა უფრო მეტ დოულაც, უფრო მეტ გასახანს, უფრო მეტ ადამიანს და რა თქმა უნდა პრობლემა იყო ის, რომ ირგვლივ აი ამ სახელმწიფოს აი საბაქის ირგვლივ მტრების გარდა მოყვარე არც ერთი არ იყო. ამიტომ საჭირო იყო არმია, მაგრამ ის მივიდა ერთადერთ დასკვნამდე, რომ პრობლემა შეიძლება მოიხსნას მაშინ, როდესაც მოიხსნება ამ პრობლემის მთავარი თავი და თავი, ანუ ლიდერი, ანუ თუ მოდის პრობლემა გარკვეული ქვეყნიდან, ამ ქვეყანას რა თქმა უნდა ყავს იდეოლოგი, ანუ მართალი საიდანაც მოდის ეს მთავარი პრობლემა და იმართება ეს ქვეყანა და თუ მოხსნი ამ მართლს, ბუნებრივი მოიხსნება პრობლემა, მაგრამ იმისთვის რომ ეს პრობლემა მოხსნა, იმისთვის შეუნდა ყავდეს ჯარისკაცი, ამიტომ შეუნდა ყავდეს ამ მქონდეს ინფორმაცია და მინდა გითხრათ რომ აი ეს ადამიანი არ ტოვებდა ციხესიმაგრეს, აი პირველად შევიდა თუ არა იბნ საბახი აი ამ ალამუტის ციხეში, იქიდან არც გამოსულა და იქვე აღესრულა თავისი სიცოცხლე, თუმცა მიუხედავად ამისა მან როგორც გითხარით შექმნა უნიკალური სისტემა, რომელთაც დღესაც სარგებლობენ სპეცსამსახურების თითქმის ყველა სპეცსამსახურები და სამაგიდო რაღაცა წიგნათაც კი აქვთ მათ აი ამ ასასინების ედგული ჯარისკაცების შექმნის ხელოვნება, რომელმაც საბახმა შექმნა და რაში გამოიხატებოდა ეს, რომ ეს ბრძენ კაცი აგზავნიდა სელჯუკების მთელს იმპერიაში თავის აგენტებს, რომლებიც იზიდავდნენ ახალ ადეპტებს, ანუ ყიდულობდნენ უნიკალურ წიგნებს, მანუსკრიპტებს, ყველაფერი რაც თავშეა საზოგადოებისგან გარიყული ახალი იდეები, ისინი ყველაფერს ამას ისრუტავდნენ. ამბობენ რომ ალამუტში მიყავდათ იმ დროის ყველაზე განსწავლული სპეციალისტები, ინჟინრები, ქიმიკოსები, ალქიმიკოსები, ჩინური ორთაბრძოლის ელემენტებიც სწორედ აი ამ გზით შეაღწია ალამუტის ციხესიმაგრეში, რამე ისინი აი ამ ჩინელ ორთაბრძოლის ოსტატებსაც იტაცებდნენ. ნუ ზოგი ნებით მიდიოდა, ზოგს ფულს აძლევდნენ, ზოგს უბრალოდ იტაცებდნენ და ასე შემდეგ. ეხლა მანიშნებენ რომ სოფლიო ჰიტის დრო არის ჩვენს ეთერში, მინდა გითხრათ რომ გარდა იმისა რომ ჩვენ ასასინებზე საუბრობთ, ჩვენ მუდმივად როდესაც გადაცემას ვაკეთებთ, ერთგვარად თვითონ უძებნით ხოლმე საუნდტრეკებს ისა და სოფლიო ჰიტში გასაჟღერებელ მელოდიურ თემას და დღესაც ერთგვარად აი ამ ასასინების საუბრის დროს ვირჩიეთ The Killers, არსებობს ესეთი ჯგუფი, რამე თუ ასასინების კვლევებთან ასოცირდება, სწორედ The Killers წარმოგვიდგენთ ეს კომპოზიციებს, რომელიც გაიჟღერებს სოფლიო ჰიტში საუნდტრეკში. მოდით მოვუსმინოთ ამ კომპოზიციას, შემდეგ საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდეთ ასასინებზე საუბრით რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად.